ამათ ორი შაქრის მათხოვარი, მეშოკის ტომრის მათხოვარი არავინ არ არის. და ორი ტომარა შაქარი კიდევ 5 თვე ოჯახს ვერ არჩევს. ვითხოვთ რაც დაგვიდგენის შეგვისრულა. აქ ხალხი მუშაობს, ხალხი გვაკლია ძალიან ბევრი და ხალხი სმენას ამბობდა 12 საათიან, 8 საათიანის მაგივრად 12 საათიანის მუშაობდნენ, რომ ქარხანა არ ჩაძირულიყო, რომ ის მიღებული პროდუქცია გადამუშავებულიყო. ხელფასი ყველაზე დაბალი და აქ დამლაგებელს 350 ლარი, რომელიც 12 საათი მუშაობს იმ 350 ლარის გამო. რატო უნდა იყოს ესეთი მცირე ხელფასი? წაგებაში ვართ რომ იძახიან, სანამ ნედლეული გადამუშავდებოდა. მანამდე არ იცოდნენ რომ წაგებაში იყო? კარგი, თუ არ იცოდნენ, ნედლეული რო გადამუშავდა. ნედლეული რო გადამუშავდა, მერე ხო იცოდნენ უკვე რომ წაგებაში იყვნენ. ის დღეები რემონტი რასაც ქვია, რატო გამუშავეს? იმიტომ არ ათქვეს არაფერი რომ ხალხს რო სამუშაო შეესრულებინათ ბოლომდე. ბოლოს გამოამჟღავნეს 24 წუთში პრემიები არ იქნებაო. თუ არ იყო პრემიები, ხალხი ყველა იმიტომ მუშაობდა რომ პრემიას ელოდებოდა და ამ სიხარულს ელოდებოდა. ხელფასი არავის 350 ლარი სამარცხვინოდ ოჯახში ხალხს ბანკიდან აქვს ფული გამოტანილი. ხალხს 1000 მაღაზიაში რომ მიხვიდე პურს ვინ მოგწევს, თუ ფული არ აქვს. ამიტომ თქო თელ ქარხანას კი არა, თუ ვინეს შეუძლია შემოგვიერთდეს, დაგვიდგეს გვერდში და ის ჩვენი თხოვნა შეგვისრულოს. მეტი ჩვენ თავისას ხო არ ვთხოვთ. რო იძახიან ორი ტომარა შაქარას მოგცემთო. ერთი ტომარი შაქარი ისედაც უნდა მოეცა. ანუ პრემია ერთი მეშოკი შაქარი გამოდის. მე ღამეს ვაცებდი ამ ტვერში და იმაში ძმაო. ერთადერთი ქარხანა აგარეს დაბა აგარაში საარსებო წყარი არის, წყარო არის ეს ქარხანა. აქედან კიდევ ჩავამატებ ამ სიტყვას ერთ ტომარასაც, ერთ კილოსაც ვერავინ ვერ გაიტანს, სანამ ჩვენი მოთხოვნებები და დაპირებები, მაგათი დაპირებები არ შესრულდება. სულ რომ დალპეს იქა, ვერავინ ვერ გაიტანს.